მისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა ამინ ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ დღევანდელ სახარებაში მოვისმინეთ უფალი გვეუბნება რომ სასუფეველში შესვლასთან დაკავშირებით რომ ეცადეთო შეხვიდეთო ვიწრო კარითო, ვიწრო ბიჭით შეხვიდეთო, ვიწრო გზით იაროთო. იმიტომ რომ მრავალნი ეძებენო, მრავალნი ცდილობენო შევიდნენო ფართო გზით, მაგრამ ისინი ვერ შევლენ. რადგანო სახლის უფალიო ეტყვის მათო, ანუ როდესაც ის კარს დახშავს და ისინი მივლენ და აგაგუნებენ და ეუბნებიან გაგვიღე უფალო, გაგვიღე, მათ ეტყვის რომ არ გიცნობთო მოქმედნო უსჯულოებისანო და ადამიანები ეტყვიან რომ როგორო შენო ჩვენს უბანში მოდიოდიო, გვასწავლიდიო, ჩვენ შენთან ერთად ჭამდით და სამდითო, შენი სახელითო სასწაულებს აღვასრულებდითო. ანუ ქვეტექსტი რა არის, რატო ვერ გვიცნობო, განა ჩვენ ისინი არა ვართო, შენ რო ჩვენ უბანში მოდიოდი და ჩვენ რო შენთან ერთად ჭამდით და შენი სახელით სასწაულებს აღვასრულებდით. და უფალი ეტყვის რომ არ გიცნობთ განმეშორებნი ჩემგან ყოველნო მოქმედნო უსჯულოებისანო. ანუ რაზე აქ ლაპარაკი ნახეთ. ჯერ როდესაც გვეუბნება რომ ვიწრო ბჭით იარეთ, ვიწრო გზით იარეთ და ვიწრო კარიბჭეში შედით, ეს საუბარია რაზე, რომ ქრისტიანმა ყველაფერი უნდა მოიცილოს, რაც ხელს უშლის ქრისტესკენ სავალ გზაზე. აი მაგალითად რომ იყოს ასეთი მდგომარეობა, რომ დავუშვათ მდინარე აქვს ადამიანს გადასაცური და ორი ადამიანი რომ იყოს და ერთს რო ტომრით მიჰქონდეს მხოლოდ ის ნივთი, რაც აი რის გარეშეც რო უბრალოდ ვერ გაძლევს და ვერ იქნება. და მეორეს რომ მიჰქონდეს ტომრით ყველაფერი, რაც მოსწონს. ახლა ორივემ უნდა გადაცუროს და რომლისთვის უფრო იოლი იქნება? ვინც მხოლოდ საჭიროს წაიღებს. და ვინც ყველაფერს ეპოტინება, ის შეიძლება იმ ტვირთთან ერთად ჩაიძიროს. ამიტომ უფალი გეუბნება, დაივიწროვე გზა, მოიძულე ყველაფერი ის და ნაგავად ჩათვალე ყველაფერი ის, რაც შენ ხელს გიშლის რწმენის გზაზე რომ იარო. აი ეს არის ყველაზე მთავარი. და როდესაც მივადგებით ჩვენ უფალს და ვეუბნებით რომ უფალო, განა ჩვენ ისინი არა ვართ, ჩვენგანა ტაძარში არ დავდიოდით. ჩვენ ხო გისმენთ, ჩვენ ხო ლოცულობდით, ჩვენ ხო სახარებას კითხულობდით. მაგრამ შეიძლება აქაც ადამიანმა გაიგოს რომ მე არ გიცნობ შენ. ანუ დაიმედება მხოლოდ იმით რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებდით. წარმოიდგინეთ რას ეუბნებიან, შენი სახელითო სასწაულებს აღვასრულებდით. და რა განა იუდა სასწაულებს არ აღასრულებდა უფლის ძალით და მისი სახელით აღასრულებდა. მაგრამ ჩვენ იმით კი არ უნდა დავიმედეთ, რომ აი ჩვენ ტაძარში მოვდივართ, თუნდაც აი მე მღვდელი ვარ, ვიღაც მგალობელია, ვიღაც ტიქაროსანია, მესანთლეა თუ მრევლია თუ სხვა. ამით კი არ უნდა დავიმედეთ, რომ აი ჩვენ რაღაცა სტატუსი გვაქვს, რომ აჰა ესე ვართ და გადავრჩებით, არა. თავარია ის ყოველდღიური ცხოვრების წესი, ქრისტიანული ცხოვრების წესი, ეკლესიური აზროვნება, ეკლესიური ცნობიერება ადამიანს გააჩნდეს და აი ამ ცნობიერებით ცხოვრობდეს, ამ ცნობიერებით მოქმედებდეს, რომ უპირველეს ყოვლისა მისთვის მთავარი იყოს სულის გადარჩენა. და მერე ყველაფერი დანარჩენი. აი ამაზე ფიქრობდეს ესე იგი. უპირველეს ყოვლისა ქონდეს განცდა საკუთარი ცოდვებისა. ქონდეს სიმდაბლე, ქონდეს მორჩილება ღვთისა, მორჩილება ეკლესიისა. მინდა კვიპრიანე კართაგენელი ამბობს, ვისთვისაც ეკლესია დედა არ არისო, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება. რომ აი მორჩილება ეკლესიისა, ეკლესიური ცნობიერება ჩვენ გვამყოფებს ღმერთის შვილებად.
და აი ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი და იმის იქით ახლა რაც ადამიანს რა თქმა უნდა ხორციელად დაჭირდება ღმერთი არ დატოვებს. ესეც განგვიცხადა სახარებიდან რომ როგორ თქვენი შვილიო მშიერი შვილი პურს რო გთხოვდეთო ქვას მისცემთო რომელიც ჩვენთაგანი გააკეთებს ამას შვილი ზის და ტირის და პური უნდა შია და შენ ახლა აიღებ და ქვას მისცემ არ მისცემ თევზს რო გთხოვდესო თევზის ნაცვლადო მორიელს მისცემთო არ მისცემთ და თუ თქვენო უკეთურებმა ან უკეთურები ამ შემთხვევაში იგულისხმება ღმერთთან მიმართებით, ღმერთთან შედარებით და რა თქმა უნდა იქ შედარებაც არ შეიძლება. თუმცა ღმერთმა ადამიანი კეთილად შექმნა, მერე ჩავარდა ადამიანი ცოდვაში. და თუ თქვენ უკეთურებმაო იცითო კეთილი მისაცემელის მიცემა, ანუ რაც საჭიროა და იმას აძლევთ, როგორო თქვენი ზეციერი მამა არ მოგცემთო? მაგრამ თუ ახლა 2-3 წლის ბავშვი ითხოვს რომ სიტყვაზე აი დივანზე ხტუნაობს და უნდა რომ რაღაცა დანა მოეწონა იქ სამზარეულოში და აიღოს და იმ დანასთან ერთად იხტუნაოს. ეხლა მშობელი ხო არ დართავს ნებას რომ აიღოს და იხტუნაოს, არა? ჩვენ ზოგჯერ ესე რაღაც ისეც მოვინდომებთ, რომელიც ჩვენ არ ვიცით რომ ის დაგვაზიანებს. იმ ბავშვმაც არ იცის, ეხლა ის ვერ ხვდება. რა პრობლემა მოეწონა ლამაზი ტარი აქვს რაღაცა ის. თან ისეთი რამეა რომ ცუდი რო იყოს არც დედას არ ეჭირებოდა ხელში და არც მამას. მამასაც დაუნახა ხელში და დედასაც და ფიქრობს რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის. ჯერ მისი გონება ალბათ რა ვიცი ახლა ჩვენ ამ პერიოდში რო ვიყავით არ გვახსოვს იქაური ამბები, მაგრამ უბრალოდ რო დავფიქრეთ, რატო ითხოვს რომ იცოდეს რომ ცუდია. ახლა სადღაც რო ხელი დაეწობა, ხო აღარ ადებს ხელს, ხო ეშინია. მაგრამ ალბათ არ იცის იქ რომ ის ცუდია. მაგრამ ხო ითხოვს, ხო გონია რომ კარგია და ითხოვს. ჩვენც ესე რაღაცა გონია რომ ჩვენთვის კარგია, ვითხოვთ და მე გული გვწდება რომ არ გვისრულდება ის. ამიტომ აი ნახეთ, უფალმა როგორ დააყოლა ლოცვის ბოლოს გეციმანის ბაღში რომ ლოცულობდა. არა როგორც მე მნებავსო, არამედ როგორც შენ გნებავს. აი თითოეული ლოცვის დასასრული ეს უნდა იყოს რომ უფალო მე კი ვითხოვ ამას, მე ესე მგონია რომ უკეთესია, რომ მე ესე უფრო კარგად ვიქნები, მაგრამ შენ იცი რა არის ჩემთვის უკეთესი. რაც ჩემი სულისთვის უკეთესია, ის მომმადლე და ისე მომმადლე, როგორც მე გადავრჩები, როგორც ჩემი სული არ დაზიანდება. აი ეს იქნებოდა ლოცვის კეთილგონივრული დასასრული. აი ესე უნდა დასრულდეს ყველა ლოცვა. უფალო, აი ესე მომეცი, როგორც მე არ დავზიანდები, როგორც მე გადავრჩები, როგორც მე იმ ვიწრო გზიდან არ გადაუხევ ფართო გზისკენ, რომელიც წარსაცმელში მიდის. თითოეული თხოვნის დასასრული ეს უნდა იყოს. და ეს უნდა იყოს ადამიანის მთელი შეგნებით. იმიტომ რომ ადამიანი უნდა მართლაც აცნობიერებდეს, რომ მე კი ასე მგონია, რომ არის უკეთესი. იმ პატარა ბავშვსაც ესე გონია. დივანზე ხტუნაობაც მოსწონს და ის ნივთიც მოსწონს, მაგრამ აი ორივე ერთად რაღაცა ვერ არის და საფრთხე შეიცავს, ამას ვერ ხვდება. ადამიანიც ხშირად ვერ ხვდება. 2-3 წლის ბავშვი კი არა, 50 და 80 წლის ადამიანი ვერ ხვდება, ზოგჯერ ისეთი რაღაცა უნდა და ესეთ რაღაცას ითხოვს და არა და უფალი ჩვენ გვეუბნება რომ შენ ეძებე პირველად სასუფეველი ღვთისა და მისი სიმართლე და ყველაფერი მოგეცემა. რაც შენ გჭირდება მოგეცემა ყველაფერი. ეს ადამიანმა უნდა ირწმუნოს და თუ ირწმუნებს გააკეთებს კიდეც ისე როგორც ირწმუნებს და მიეცემა კიდეც ისე როგორც მას ღმერთმა აღუთქვა. მაგრამ თუ ეს არ გააკეთა, ამის გამოს ვერც გაიგებს. ამის გამოს ის გაიგებს, ვინც ირწმუნებს და ამ რწმენის შესაბამისად მოიშორებს ყველაფერს, რაც მას ხელს უშლის სასუფეველის მოძიების და მისი სიმართლის და სიწმინდის მოძიების საქმეში და მხოლოდ იმით დაკმაყოფილდება, რაც აუცილებელია და მერე ღმერთი მისცემს იმ ყველაფერს, რაც მას სჭირდება. და ადამიანიც იქნება მადლიერი, ადამიანი იქნება დამშვიდებული, რომ ეცოდინება, რომ ღმერთი მას არ დატოვებს. როდის არის ადამიანი აფორიაქებული? როცა გაურკვეველი მომავალია წინ და არ იცის რა მოხდება. მაგრამ თუ ადამიანი ღმერთს მიენდობა,
აი როგორ ეუბნეოდა დავით მეფე, დავით წინასწარმეტყველი თავის შვილს გარდაცვალების წინ, რომ თუ ღვთისმცნებებით იცხოვრებო, მოულოდნელი არაფერი შეგემთხვევა. და ყველაფერი იქნება ისე, როგორც შენ გინდა. ერთმა ინებოს, რომ ჩვენც პირველ რიგში ეს გვეძებნოს და დაგვეკაკუნებინოს უფლის გულმოწყალების კარზე და უფალი ამბობს, ვინც აკაკუნებს, მას გაეღება. მერტი შეგვეწიოს, აბა.